გამარჯობა. მე მქვია გიორგი მასხარაშვილი. თქვენ მკითხეთ რატო გავა რუსთავი, ხო? უნდა დავფიქრო, რომ მართლა დეუნებს. იმიტომ კი არ ვიცი რატო გავა, მაგრამ იმდენად შორს არის უკვე წასული და იმდენად აბსურდულობისკენ ზოგადად სიტუაცია. ის კი არა ხალხი ვისაც მოდის, რომ რაღაც ერთი პასუხი თითქოს უკვე არ არსებობს, რომ თქვა რომ თავისუფლებისთვის და სამართლისთვის თავისთავად გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რო გიპასუხოთ რას წყვეთ აქ ჩემი დგომით ცოტა მიჭირს, ანუ ვიცი რომ წყვეთ რა თქმა უნდა იმას მინიმუმ რომ თქვა აქ რო არ ვიდგეთ ფაქტობრივად პასუხია იმისა რომ კი ბატონო გააგრძელეთ თქვენი უსამართლობის კეთება. ეს რეჟიმს რაც შეეხება. ეს ალბათ ერთი ეს რა თქმა უნდა რომ ის პასუხისმგებლობა რაც საზოგადოებას კიდევ კარგი რაღაც ნაწილს გააჩნია რომ თავის თავზე აიღოს გარკვეული მინიმალური სოციალური პასუხისმგებლობა რომ რეჟიმს განუწყვეტლივ ყოველდღე თითქმის 400 დღე უბრალოდ არა თქვა თქვენს რაღაც ყველანაირად კრიმინალურ დაჯგუფებას თქვა ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურს არანაირად არც ერთი გზით. ეს ერთი კი ბატონო ეს რაღაც მორალური ასპექტია შეიძლება მხოლოდ და თქვა ტექნიკურად პირდაპირ ვერ პირისპირდება, თუმცა ყველანაირად სპანტელ რა თქმა უნდა უპირისპირდება, რომ პირველ რიგში ეს არის თავრობის ამ შემთხვევაში წყალებში, მაგრამ თავრობის და საზოგადოების ურთიერთობა მეტი არაფერი არ არის, არც მიზანი არის სხვაში. და თავრობა მხოლოდ იმისთვის არსებობს, ყოველთვის რომ შეასრულოს ყველა საგარეო და საშინაო ვალდებულება და გამოწვევები, რომელიც განსაზღვრავს ხალხის კეთილდღეობას და ასე ვთქვათ წინსვლას. ეს არის ამ შემთხვევაში.